მოსახლეობის გაზიფიცირება, ჰესების მშენებლობის შეჩერებული პროექტები, სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები და ენერგოტარიფები. უმცირესობის დეპუტატების კითხვებს უპასუხა პარლამენტში კახა კალაძემ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში თითქმის 2 საათს გაგრძელდა. განხილული საკითხების შესახებ დაწვრილებით ჩემი კოლეგა მირიან გორგოძე ისაუბრებს ქუთაისიდან. პარლამენტში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძისა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბუნებრივი ამ ხნის განმავლობაში დაისვა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებისაგან უამრავი შეკითხვა და გამოიკვეთა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ორივე მხარემ ისაუბრა, იყო გაზიფიცირების საკითხი. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა დასვეს შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა ხდება გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, რამდენი ადამიანი არის გაზიფიცირებული, აბონენტი არის გაზიფიცირებული საქართველოში და უახლოეს პერიოდში მომავალ წელს რა არის დაგეგმილი ამ კუთხით. ენერგეტიკის მინისტრმა გასცა პასუხი ამ შეკითხვას კონკრეტული ციფრებით. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში 900,000-მდე აბონენტი არის გაზიფიცირებული და მათ შორის 682,000-მდე არის უკვე გამრიცხველიანებული და ასევე კახი კალაძის თქმით, უახლოეს პერიოდში 25,000-მდე აბონენტის გაზიფიცირება არის დაგეგმილი და ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაანონსა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, რომ შეიქმნება უახლოეს პერიოდში სპეციალური სახელმწიფო კომპანია, რომელიც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებს და შესაბამისად 2015 წლისათვის სრულად საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირების პროცესი უნდა დაასრულდეს. დღეს მდგომარეობით საქართველოში გაზიფიცირებული არის 859,362 აბონენტი. აქედან ოჯახების რაოდენობით რო ავიღოთ, დაერთებული რამდენია არის 682,000. სოკარი ჩვენ დავითანხმეთ იმაზე, რომ დამატებით წელს გააკეთებს 25,000 აბონენტის გაზიფიკაციას. დამატებით სახელმწიფო ჩვენ მუშაობთ მაგაზე, კერძოდ ენერგეტიკის სამინისტრო, გვინდა შევქმნათ კომპანია, რომელიც გააკეთებს ამ გაზიფიცირებას მთელი საქართველოს მასშტაბით და 2015 წლამდე ჩვენ გვინდა სადღაც 1,50,000 ოჯახი იყოს გაზიფიცირებული. ეს არის სადღაც 75%. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ისაუბრა ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან, ეს არის ჰესების მშენებლობის საკითხი. უმცირესობის წევრებისგან დაისვა შეკითხვები, თუ რატომ შეწყდა საქართველოში ჰესების მშენებლობის პროცესი. საუბარია იმ ჰესების მშენებლობაზე, რომელთა ასე ვთქვათ მშენებლობა დაწყებული იყო წინა ხელისუფლების პერიოდში. კახი კალაძემ განაცხადა, რომ ჰესების მშენებლობა ბუნებრივია, უნდა გაგრძელდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და საქართველოს სულ უნდა იქცეს ენერგო ექსპორტიორ ქვეყანად, თუმცა მისი თქმით ძალიან ბევრი პრობლემა არის თავად ჰესების მშენებლობის კუთხით, რადგან არ არსებობს რეალური პროექტები და მათში არის დაშვებული ბევრი ასე ვთქვათ გამოსასწორებელი ფაქტი არის და უნდა მოხდეს სპეციალისტებთან ერთად მუშაობა, უნდა შედგეს რეალური პროექტები და შემდეგ გაგრძელდეს ჰესების მშენებლობა. აქ საუბარი იყო კონკრეტულ ჰესებთან დაკავშირებით, მაგალითად ენერგეტიკის მინისტრი თქმით, ყაზბეგი ჰესე 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს სამუშაოები, ასევე იხსენა ენგურ ჰესი. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მოითხოვეს კახი კალაძისგან დადასტურება იმ ინფორმაციისა, რომ ენგურ ჰესი არ არის გასხვისებული. კახი კალაძემ განაცხადა, რომ მართალია ამ შემთხვევაში ენგურ ჰესი ნამდვილად არის სახელმწიფო შემადგენლობაში, თუმცა მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2008 წელს არსებობდა მემორანდუმი იმის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ენგურ ჰესი შესაძლებელი იყო, რომ გასხვისებულიყო. ნესკრას ნამახვანს რაც შეეხება ამ პროექტების შეჩერებას, მინდა გითხრათ, რომ გამოწვეული ერთი მიზეზის გამო, რომ ნამახვანზე გავამახვილებ ყურადღებას, არ არსებობდა პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დათვლები, იყო საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული პროექტი. თვითონ პროექტს რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანია და მე მაგ პროექტის განხორციელებას მივესალმები უდონთან დაკავშირებით. თუ გაქვთ ინტერესი, შემიძლია მაგასთან დაკავშირებითაც მოგახსენოთ. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი პროექტია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც 702 მეგავატის დადგმული სიმძლავრეა. ამ პროექტის განხორციელებას ძალიან ბევრი დადებითი მხარეები აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ უახლოეს მომავალში მიიღებს ეს კომპანია სამშენებლო ნებართვას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე მოხდა საუბარი, იყო ეს ტარიფების თემა. პრინციპში შეიძლება ვთქვათ, რომ მცირე კამათიც კი გაიმართა მინისტრსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შორის ამ თემაზე. უმცირესობის წევრებმა, ასე ვთქვათ, მინისტრისგან მოითხოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა მათი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება და შესაბამისად ტარიფების მნიშვნელოვანი კლება რატომ არ მოხდა, თუმცა მინისტრმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გაკეთებულია ყველაფერი, რაც ტარიფების შემცირებას ეხება და ამ მიმართულებით კიდევ მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდისთვის ის დაპირების შესრულება, რომელიც იყო წინასაარჩევნოდ გაცემული და როდესაც დავიწყეთ ამაზე მუშაობა, გვითხრეს შესაძლებელი იყო ტარიფების შემცირება იმ მარჟით, რომელიც ჩვენ მოვახერხეთ ერთადერთი შეგვემცირებინა სადისტრიბუციო მარჟა. ფასდაკლებაზე საუბარი იყო, რა თქმა უნდა, მოხდებოდა ფასდაკლება გაზზე, ელექტროენერგიაზე და ბენზინზე, საწვავის ფასებზე. საწვავის ფასი შემცირდა? მე გისმენთ კითხვას. არ ყოფილა რა არის საუბარი, რატო? არა, საწვავის ფასი არ შემცირდა ეს ერთი. არა, შემცირებული. საწვავის ფასი 10-15 თეთრით არის შემცირებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ მათ დარჩათ ასევე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, მაინც ორივე მხარემ გამოთქვა კმაყოფილება იმისა, რომ არსებობს ტენდენცია და დადებითი ტენდენცია მსგავსი შეხვედრებისა და ასევე შეხვედრის დასასრულს გაირკვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი მზად არის უახლოესი ერთი თვის შემდეგ კვლავ შეხვდეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. მადლობა მირიანეს, მირიან გორგოძე იყო.